მადლობა პირველში სტუმრობისთვის, მასპინძელობისთვის, მასპინძელობის ჩვენი გეგმები არის რაიონის ამ შემთხვევაში პირველი სტუმრობა მოახდინეთ ქულუს რაიონში, მინდა რომ დავამშვიდოთ უბრალოდ მოსახლეობაც, თანამშრომლებით, ვიყავით კარგად უნდა იყოს და იმუშაოთ და ვითანამშრომლოთ, ბატონ დავით ამასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ. თუ თქვენ არ მოგწონთ, ხალხს არ მოწონს ის გამგებელი, უნდა გადაერჩიოს, ხო? მადლობა. ძალიან კარგი. მოგსოვს წელი გვარი. ამრავლად წელი გვარი. თავისუფლად ყავს მინისტრი. იძაშვილი წილი. ხო, ძალიან კარგი. მოსახლეობის განწყობილება გამოიწვია იმ ფაქტორმა, რომ საკრებულოს ძალიან დიდად გაეზარდა ხალხასები იმ ფონზე, როდესაც ჩვენი მოსახლეობის პრემიები, მთელი ამბები, სიკეთეები იხარჯება ძალიან ფუჭად და კიდევ ერთხელ ძლიერდება და ძალიან ფუჭად იხარჯება ქვეყნის ბიუჯეტი, როდესაც მოქალაქეები ძალიან ცუდ ფონზე ცხოვრობენ. იყო საზოგადოების ნაწილი, რომელიც ებრძოდა სოფლიოში აღიარებულ პროგრამას, რაც დადო ქართულმა კოალიციამ. დიახ. თქვენ ალბათ ბეშუმიორის კადრები ნახეთ. იქ დარაზმული იყო ის ხელმძღვანელობა, რომელიც დღეს იქ ვესწრებოდა, ჩვენ საწინააღმდეგო და ეს ხალხი დაადასტურებს ამას. ის ხალხი დღეს მოდიან და გვპირდებიან დღემდე მუშაობდნენ საწინააღმდეგო პროგრამით. ეხლა ეს პროგრამა მიიღეს ვითომ გულთან, აბა ცუდი შედეგი რატომ დადო რაენმა? იმიტომ რომ იბრძოდნენ. ხალხი მოისყიდეს, ფულები გაანაწილეს, დღესაც მოსყიდვაზე მუშაობენ, სახელმწიფო რესურსი გამოიყენეს და მის მერე თვითმარქვიობენ და უნდა თქვენს გვერდში დადგენ, მაგრამ ფულოს მოსახლეობამ ეს იცის. მე წარმომადგენელი რახან ვარ, სიმართლისთვის ვიბრძოდი, ის ხალხი რომელიც მებრძოდა თქვენ გვერდში რო დგანან, ის ხალხი რომელიც გაჩემს გვერდით, ეს არის ფიქრობ. არა, ბეშუმიორის კადრები ნახეთ, ბატონო არქი, ის ხალხი რომელიც ზონდერები იყვნენ დღეს აპირებენ იმ პროგრამაში კი ბატონო დადგენ ჩვენთან ვიზი ამბობ კონკრეტულად თქვიება თქვენგან დაწყებული ბატონო დავით ძალიან კარგი დიდი მადლობა იყო უთხარი ჩემ შვილიშვილებს რო ატირებთ მე უთხარი ხვალდაზე ჩვენი პროგრამა დაიდება და იქნება ეს რო წავამერე თვალებში რაფერ შემოვხედავ როგორ ეს ყველაფერი თვალებში როცა ვარაფერ შემოვხედავ ბატონ თამას თქვენ რას ფიქრობთ გზა ერთად დავიყოთ ზმურად ინდა ვიყოთ მაგრამ ვინ იბრძოდა ხალხისთვის ხალხის თქვენთვის დიახ ჩვენთვის არა მე არაფერზე პრეტენზია არ მაქვს მე თქვენთან ძალიან კარგი არც მოსულა არც სამსახური მომითხოვა იმიტომ რომ ხალხში ვიყავი და ხალხიდან გამომდინარე რიგითი მინდა ვიყო ასეთ სურვილი მაქვს მაგრამ ზონდერებმა რაიონში დატაცებებია აი წყალზელო ვირაპარაკეთ დაწყებული აღორძინების დროს მილიონები თანხა დაიტაცეს ის თანხები მილიარდებად იქცა და თქვენ ფინანსისტი ბრძანდებით არ უნდა მეთქვა მაგრამ ალბათ იცით ეს საკითხები და მე განმეორება ხალხმა იცოდეს რომ დღემდე ვიბრძოდი და დღესაც გავაგრძელებ ბრძოლას ბატონმა ბიძინა მიცის ყველა მიცის ვინც იბრძოდა ვინც ზონდერები იყო ბეშუმიორი ნახეთ კადრები ის ხალხი რომელიც თქვენ დღეს ახლა თქვენ ამბობ გამგეობაში არის დიახ გამგეობიდან დაწყებული პოლიციაში ასე სისტემა პოლიცია ბატონო არჩი გამგეობაში ახლა რომელმაც გამგეობაში მუშაობს და ბიზინა ივანაშვილი ჩვენ მე ტელევიზორით დატოვებდი ათელევიზორს კაც მე კაცი დამენახა იმას ხელი მოუგდია ის გამგეობაში ვერ იქნება ჩემცოლ შვიცკა შვილიშვილები ტირიან იყო ნოდარი ირშადოვიჩი უმაღლეს საბჭოში თვითონ ანზორი და ამ ხალხს მე არ ვაწვილებდი და საქმე მინდა გავაგრძელო თუ საშუალებას მომცემთ კარგი იქნება მოგცემ საშუალებას მე რიგითობაზე ბრძოლა არ მინდა არაფერი მთელი რაიონი დაუდგენთ ამ კაცს რომ დარჩეს მთელი რაიონი მაგრამ ჩვენ რატო ჭერით მე სულ არ ვიტყვი არა აი კაცია ჩემი მეგობარი მაგრამ იყო ღელეს გაღმით ხულოდან ასე ვლაპარაკობ იყო ზონდერების ბრიგადირი და ეხლა იმ პროგრამას ვერ ჩასწდება თქვენი მოსაზრება აქტივისტებმა გთხოვეს რომ გავსაუბრებოდით იმედით ვესაუბრეთ იმ პრობლემებზე რომლებიც წინასაარჩევნო დააყენა ეგრეთ წოდებულმა ნაციონალების მაფიამ ხულოს რაიონში მათ ხალხი მოისყიდეს სახელმწიფო რესურსი გამოიყიდეს ფულები დაანაწილეს ამის გარდა არ უნდათ ხალხის სურვილების ასრულება და უნდათ მხოლოდ სკამები და ამ სკამებით უნდა მიითვისონ ხალხის ქონება